ჩემი სული მაღალ ღმერთს ეკუთვნის, გულიკი სამშობლოს, ამბობდა დამოუკიდებელი ქართული ეკლესიის მესამე კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია, რომელსაც მოღვაწეობამ ქვეყნისთვის მეტად რთულ დროს მოუწია. წმინდა მღვდელმთავარი სასულიერო, სამეცნიერო და საზოგადო ასპარეზზე დიადი სულითა და წრფელი გულით ყოველთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის იღწვოდა. წმინდანის დაბადებიდან 150 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ოკუპაციის მუზეუმმა გამოფენის გახსნას უმასპინძლა. ექსპოზიციის ორგანიზატორებმა წმინდა ამბროსი ხელაიას ქადაგებები, მის მიერ წარმოთქმული სიტყვები, სამეცნიერო ნაშრომები და პირადი მიმოწერა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 300-ზე მეტ საქმეშია დაცული, დღეს დამთვალიერებლისთვის ერთ საგამოფენო სივრცეში წარადგინეს. ბოლო 1500 წლის მანძილზე ჩვენ ყავდა 140 კათოლიკოს პატრიარქი და შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის ერთ-ერთი დიადი და ბრწყინვალე პატრიარქი არის სწორედ წმინდა ამბროსი ხელაია. ის იყო იმ ქვეყნიდან, ეს იყო ჭყონდიდის მიწა, დღევანდელი მარტვილის რაიონი, სადაც დაერწა ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი აკვანი, სადაც გამთლიანდა და გაერთიანდა საქართველო იმით, რომ აი ამ მიწაზე ცხოვრობდნენ ჭყონდიდელი ეპისკოპოსები, რომლებიც იყვნენ ძველ საქართველოში მმართველები, ასევე საერო ხელისუფლებისა და ყოველთვის ისინი იღწვებდნენ საქართველოს მთლიანობისათვის. წმინდა აღსარებელი ამბროსი იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერის სულიერი ლიდერი ამავე დროს იყოს დაუღალავი მებრძოლი ერის პოლიტიკური უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის. ის არის ადამიანი, პიროვნება, რომელიც ცნობილია ისტორიაში როგორც ავტორი უპრეცედენტო წერილისა გენუის კონფერენციის მიმართ, სადაც ის ითხოვდა რუსეთის ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს გათავისუფლებას რუსეთის უღელისგან. მას ეკუთვნის სიტყვები, რომელთაც ალბათ ყველაზე უკეთ შეიძლება გადმოიცეს მთელი მისი ცხოვრებისეული მოღვაწეობა. ჩემი სული ეკუთვნის ღმერთს, ჩემი გული ეკუთვნის სამშობლოს, ხოლო ჩემი სხეული თქვენთვის დამითმია მტარვალნო. ამ სიტყვებით მიმართა მან მაშინდელ ბოლშევიკურ ხელისუფლებას და სწორედ ეს იყო მთელი მისი ცხოვრების და მოღვაწეობის შინაარსი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორია ძნელბედობის პერიოდები არ აკლდა, შეიძლება ითქვას, რომ 19-20 საუკუნეები გამორჩეულად რთული პერიოდები იყო, ვინაიდან ამ დროს საქართველოს დაკარგა არა მხოლოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობა, როგორც სანახან ხდებოდა ხოლმე, არამედ მას ძალით დაართვეს საეკლესიო დამოუკიდებლობაც. ესეთ ყველაზე რთულ პერიოდში გამოვიდა ერთი მხრივ ასპარეზზე ილია ჭავჭავაძის თაობა, ერის ექსპერტები, მეორე მხრივ კი კირიან მეორე ამბროსი ხელაია და რამდენიმე ასეთი გამორჩეული სასულიერო პირი, რომლებიც შეურიგებლად ებრძოდნენ, გარდა იმისა, რომ იყვნენ გამორჩეული სასულიერო პირები, შეურიგებლად ებრძოდნენ ამ პრობლემებს, ფაქტობრივად იყვნენ პოლიტიკური მოღვაწეები. წმინდანის 150 წლის იუბილეს ფარგლებში მიმდინარე წელს არაერთი ღონისძიება გაიმართა, სანამ ექსპოზიცია ოკუპაციის მუზეუმში გადაინაცვლებდა ჯერ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში, შემდეგ კი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს ლოცვა კურთხევით წმინდა ამბროსი აღმსარებლის მშობლიურ კუთხეში, მარტვილში გაიხსნა.